ოღონდ ყველა ცივილიზაციას თავისი დასაწყისი, განვითარება და კუდობის პროცესი აქვს. ეს ბუნებრივია და თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია რაზედაც დგას. ჩემი ღმერთლენით განვითარებულია, მაგრამ კუდობის პროცესში დგას. თავისი მინუსებით შესაბამისად ყველა ცივილიზაციას აქვს კუდობის პროცესი. ევროპა დღეს დგას ევროპული ცივილიზაცია კუდობის პროცესში. აი რა არის ევროპა, როცა მეკითხებია როგორ მესმის მე. ევროპა ახლა ჩვენ ვიყოფებით რომელი პარკი არის? ორენჟის პარკი ერთ-ერთი ულამაზესი პარკი არის. აქ გვერდით არის ევროპის რა ქვია საბჭო პარლამენტიც არის და სასამართლოც ასე შემდგომ და პარკიც არის. ძალიან მშვენიერი ადგილია, სილამაზეა და თუ სიმშვიდე კი ბატონო ხალხი ისვენებს და თუ კი ჩვენ გვინდა ევროპიდან რამე გადმოვიტანოთ და გვინდა რომ ევროპულ ცივილიზაციას გეზიაროთ. გადმოვიტანოთ ბატონო ეს ყოფდათ ნაშენი სახლები, არა ვთქვათ ბეტონის სასახლეები, როგორც გვაქვს ჩვენ თბილისში და სუნთქვა რო ჭირს, ახასი არ არის. არამედ გადმოვიტანოთ ის კულტურა, რაც და პლუსი დადებითია, ხოლო რაც მიუღებელია ჩვენი იდენტობის მასშტაბით გადმოვიდათ, მაგრამ პირიქით გადმოვიდათ. ანუ კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდეთ ეს შეკითხვა. ევროპა რა არის? ხო, შემეკითხეთ. ევროპა არის დღეს თანამედროვე ცივილიზაციის, ევროპული ცივილიზაციის ცენტრი აკვანი. ეს არის უნდა ითქვას ლიბერალური ცივილიზაცია. ლიბერალურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ცივილიზაცია. იყო დრო საუკუნეს მანძილზე რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია როცა არსებობდა, ევროპა იყო ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცივილიზაცია. ახლა ქრისტიან სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცივილიზაცია ევროპაში აღარ არის. დღეს აქაური მაცხოვრებლები და თქვენთანაც ვისაუბრეთ, არა მარტო თქვენთანაც ვართ დასაუბრებს, სხვებთანაც, რომ ისაუბრია, უამრავი ადამიანი ცხოვრობსო იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომლებსაც ის რაც ხდება, არ მოწონს. მაგრამ პოლიტიკური ვერ ქმნის ეს ხალხი პოლიტიკურ თავის სასარგებლო, საჭირო და სასურველ ატმოსფეროს ვერ ქმნის. არ ყავს საკუთარი ხელისუფლება. იმ ხალხს, რომელსაც არ მოწონს რაღაც თანამედროვე მდგომარეობა ევროპისა, მაგალითად ამდენი უცხოელი, ამდენი ღვთისგმობა, ეს ელემენტები ეკლესიებიც არის კი ბატონო, მაგრამ ძირითადი იდეოლოგია, რაზედაც დგას ევროპა დღეს, ღვთისგმობის იდეოლოგიაზე დგას. და ლიბერალებს ამის აღიარება არ უნდათ. იმიტომ არ უნდათ ლიბერალებს ამის აღიარება, რომ იტყუებიან, ხარისეულები არიან სინამდვილეში, რომ საერთოდ როდესაც რომელიღაცა ძალა იპყრობს ქვეყანას ან ტერიტორიას ხალხს, ბოლომდე მაინც მისაწოდებ. რა გავაკეთო? მიკროფონით სხვა რაფერი ხელს.